კულტურის მინისტრი მოადგილეებთან ერთად სამუშაო ვიზიტით წალენჯიხასა და ცხოროწყუში იმყოფებოდა გურამ ოდიშარიამ. წალენჯიხაში ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმები და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი მოინახვა. ასევე დაათვალიერა ცხოროწყუს კულტურის სახლი. ოდიშარიას განცხადებით წალენჯიხაში გამოიყვა ტერიტორია, სადაც ფილმების ჩვენება მოეწყობა და ასევე ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა კულტურის მოღვაწეები მოეწვიონ და გაესაუბრონ. ვიზიტის ბოლოს მინისტრი წალენჯიხასა და ცხოროწყუში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ეს არის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, რომელსაც უტარდება რემონტი. რემონტს ახორციელებს გერმანულ-ქართული საზოგადოება და ბატონი გურამი და კულტურის სამინისტრო კუპირდება, რომ ნაწილობრივ ჭრილობრივ დახმარებასაც გაგვიწევს სხვა დანარჩენი სამუშაოების შესრულებისთვის. დიდი მადლობა მინდა დევს შანავებს გადავხადო იმის გამო, რომ აი ეს გერმანული გრანტები აქ არიან უცხოელები, გერმანელები ჩამოსული, ეხმარებიან ამ კულტურულ ცენტრს. მათი და ჩვენი პრიორიტეტი ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ გვინდა რომ რეგიონებში რაც შეიძლება მეტი კულტურა იყოს, მეტი სიცოცხლე იყოს, იმიტომ რომ თქვენ იცით როგორც კი შუქი ჩაქრება, მაშინათვე აი ეს მიინავლება კულტურული ცხოვრება. მე არ მინდა ვთქვა რომ კვდება კულტურული ცხოვრება, მაგრამ აი რაც მეტი იქნება ეს უკეთესია. ჩვენ ხელს შევავლეთ, ყველაფერს გავაკეთებთ.